მოდი ვნახოთ თუ რა იცი ასტროფიზიკაში. შეუძლია თუ არა სინათლეს დააღწიოს თავი შავი ხვრელის მიზიდულობას. შეუძლია. მხოლოდ მაღალი ენერგიის შემთხვევაში. არ შეუძლია. მხოლოდ მაშინ თუ შავი ხვრელი პატარაა. არ შეუძლია. რა იწოდება შავი ხვრელის გარშემო არსებულ შეუქცევადობის საზღვარს? კვანტური ზღვარი. მოვლენათა ჰორიზონტი. სინათლის ბარიერი. გრავიტაციული წერტილი. მოვლენათა ჰორიზონტი. რა ეწოდება წერტილს, სადაც მატერიის სიმკვრივე უსასრულო ხდება? ანტიმატერია. კვარკი. სინგულარობა. ნეიტრონული ვარსკვლავი. სინგულარობა. ერთდროულად რისი ზუსტი გაზომვაა შეუძლებელი ჰაიზენბერგის პრინციპის თანახმად? მასის და წონის. დროის და ენერგიის. მდებარეობის და სიჩქარის. ტემპერატურის და მოცულობის. მდებარეობის და სიჩქარის. რა ეწოდება ნაწილაკებს, რომლებისგანაც შედგება პროტონები და ნეიტრონები? ფოტონები. ელექტრონები. კვარკები. ნეიტრინოები. კვარკები. რომელი თეორია აღწერს სამყაროს მაკროსკოპულ დონეზე? კვანტური მექანიკა. ნიუტონის კანონები. ფარდობითობის ზოგადი თეორია. სიმების თეორია. ფარდობითობის ზოგადი თეორია. რომელი ნაწილაკი გადასცემს ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას? ფლუონი. გრავიტონი. ფოტონი. ელექტრონი. ფოტონი. რამდენი ფუნდამენტური ურთიერთქმედება არსებობს ბუნებაში? 2. 3. 4. 5. 4. რა ხდება, როდესაც ნაწილაკი და ანტინაწილაკი ერთმანეთს ხვდება? გამრავლება. გაყინვა. ანიჰილაცია. წონის მატება. ანიჰილაცია. რა არის სამყაროს გაფართოების საბოლოო ბედი, ერთ-ერთი თეორიით? დიდი შეკუმშვა. მარადიული წონასწორობა. გაქრობა. აფეთქება. დიდი შეკუმშვა. თუ გსურთ რეკლამა ჩვენს ვიდეოებში, გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინება.